მოგესალმებით, ინკოგნიტოელი ანა მარია იმერეთის ფილიალიდან. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამ წუთებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვიმყოფებით და მივფრინავთ სალონიკში. დაუვიწყარი მოგზაურობა გელოდებათ ჩემთან და ანა მარიასთან ერთად, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ გვყავს ანა მარიას ბებიკო სტუმრად, რომელიც ჩვენთან ერთად იმოგზაურებს და ვფიქრობ ძალიან პოზიტიურია, რომ ვიცნობ ლეილა როგორია. ასევე გვყავს მარი და გვყავს ეთერ გორაძე, მომღერალი თურქეთიდან და მოკლედ ძალიან მაგარი დღეები გელოდებათ. აი ჩვენ ქუთაისის აეროპორტში უკვე ვემზადებით წასასვლელად და მალე აი ესე აუფრინდებით. დიახ, როცა ინკოგნიტო ახსენეთ, ალბათ არ გაგიკვირდათ, რომ სალონიკში საქმიანი ვიზიტით მიემგზავრება ინკოგნიტოს გადამღები ჯგუფი. სამი. ტელევიზიის დამხმარებელი და ხელმძღვანელი ქალბატონი მარია გაბჭულიძე. ანუ მე და ჩემი ოქრობაო, რომელიც ძალიან მაგარ, აი უმაგრეს მასალას ჩამოგიტან. ველოდებით თამარ შენთან შეხვედრას, ჩვენ გველოდება გაზრდილი თაობის ინკოგნიტოელი, ხო? ანა მარი, რომელთანაც ერთად ვიმუშავეთ, ძალიან ბევრი ტექსტი დაგვიწერა და თამარ საუკეთესო მასალით უნდა დავბრუნდეთ და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ქვეყანაში უმაგრესი თაობა იზრდება. მიხარი, აი ამისთვის შემზადებოდით, მე მგონი 4 წელია, ხო? და ჩავოდით ვისმენე და ძალიან მაგარია, მოკლედ, დროებით. მე ვერც არ ვისაუბრებ, მას გამოგონია. მარი, როგორი ხეჭაპურია? ტექსტი არაჩვეულებრივი. ვაიმე, ტექსტი მეც მომეწონა. რაღა დაგიმალო და მეც უგემრიელესად მივირთვი. დედიკო, რა განწყობით აცილებ? რა ვიცი, კარი განწყობით ვაცილებ, მოხარული ვარ და ბედნიერი. ძალიან მაგარი. ბებო, შენი თქვენი იმედი მაქვს მაჩო. თქვენი იმედი მაქვს ყველაფერში, რომ აი ყველაფერი მაგრად რო იქნება. აუცილებლად მაგრად იქნება. რას ლაპარაკობ? მით უმეტეს ესეთი მაგარი გოგოთი? ხო, ანა მარია. მაგარია ანა მარი. აი ეგრე. აი უკვე სალონიკში ვარ. დავფრინდით მშვენივრად, ხო? ანა მარი, ხო მაგარი იყო ფრენა. ნახეთ რა სილამაზია. ეხლა მივალ დავბინავდებით სასტუმროში და მერე საწავად. სასეირნო. აი ეს სალონიკის ქუჩებში ისე ისე. აი ეს დავდეით ავტობუსი და ხო? აი ავტობუსი ჩამოვყევით. აი ამ ავტობუსს გავყვეთ. She was from another time, like some baby Barbarella with a star.
სასტუმროში და სანახაობაში She said, step in my transporter so I can teleport you all around my heavenly body. This will be a close encounter. I should take him not to flounder. Sends me in a hot space when I see her pretty face. She's just a cosmic girl. თავი და ეს ავტობუსი კიდევ გამიხოლია რა აი ეტეცა რა ესე იგი მოკლედ ვითომ ჩამოვედით ახლა ჩვენ რომ ცხელა და არა მგონია არ ცხელა აგერ ისე შევცივდა ავედით მე და ანა მარია კიდე ეს გოგოები აი ესე რომ მოდიან და მოწკიპილებენ და ავედით ჩავიცით და ეხლა სეირნოთ სალონიკის ქუჩებში ეხლა ვიწყებ პირველი დღიდან ხვალიდან დავიწყებ გადაცემების ჩაწერას ყოველდღიურად მოგაწვით მასალას თუმცა ეხლა რომ მივალ დღეს ღამით უკვე დაიდება რა ჩვენი მასალა როგორ მივედით სასტუმრომდე მოკლედ დაელოდეთ ჩვენს მასალებს და აი ნახეთ რა მაგარი გუგლები ვარ ძალიან მაგარი გუგლები აჰა აი ეგრე აი ესე პასპორტა ავედი სადმივიდი ვა She's just a cosmic girl from another galaxy, transmitting on her frequency. Yeah, cosmic. Oh, I can't you be my cosmic woman? I need you, I want you. აი ეს ჩემი გაუმივიოთ გადაღებაზე ისე ძალიან მაგარი სიუჟეტი ჩაწერა და ეხლა მოვისეირნოთ მთელი სალონი გავედით აი ესეთი მაგარი გოგოები ვართ ჩვენ ესე იგი მოდი მოვუყვეთ ახლა სად მივდივართ გოგოებო ათათურქის სასახლეში ხომ მივდივართ აბა რა იცი მარი რა ფილმი გაქვს ნანახი რაღაცა ისტორიული ფილმი, სადაც ათათურქი როგორც პოლიტიკური მოღვაწე, როგორც პატრიოტი, როცა ფრანგები იყვნენ კოლონიზატორები, ძალიან ევროპელებმა, როცა დაიპყრეს თურქეთი და დედაუპირეს თურქეთს. და აი ათათურქის მიმდევრები იყვნენ პატრიოტები, ვინც გაანთავისუფლეს ფრანგი კოლონიზატორებისგან ეს ტერიტორია. ეს ტერიტორია შენ რა იცი თუ ათათურქზე თურქეთის პირველი პრეზიდენტი აჰა 38 წლამდე მართავდა სახელმწიფოს. 38 წელი გადაიჭრა. ესე იგი ანა მარი ნახე მე და შენ რა გავარკვიეთ ეს კეთილი ადამიანები ხო გვეხმარებიან სიუჟეტის მომზადებაში და მე ჩვენ რომ მივალ კიდე უფრო მეც რას გავაკეთებთ იცი ამოვწერთ ინტერნეტიდან და კადრ სინქრონს გავაკეთებთ თქვენ ოღონდ გამოვყევით წავედით წავედით ანა მარი სად მივიდივარ სიუჟეტის შესაწერად ხო ძალიან კარგი სიუჟეტი გამოგვივა თვალები ძალიან გვეჭყუტება იმიტომ რომ ზე გვაჭყიდებს მარინას ჩემი სათვალები ჩანთაში აქვს შენახული არსად არ დამეკარგოს ჩანთით დავატოვეთ და მე და ანა მარია აი ესე თვალები მოჭყუტულები გიყურებთ ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიართ მივდივართ გადაღებას და მე და ანა მარია მიყიდა საღიჭი რეზინი გვაჩვენი ანა მარი როგორია დაგვპატიჟა მთელი გადამღები ჯგუფი ბურთივით არის და ძალიან გემრიელია მოგეწონათ გოგოებო ძალიან თუ შენ Every day after work, I go to a bookstore around the corner, and I'm going to looking for the glossy magazines about fashion and style. And I hope you're inside. I am სალონიკის უამაზესი ქუჩებიდან მე და ანა მარია აი ესე კლასიკ და გლეხები ვარ ამისთვის ალბათ გამიბრაზდებიან რომ ესეთი კლასიკები და ვიბრაჭები მაგრამ აი ნახე ანა მარიას ტრეინინგზე ცოტა კოჭებამდე აბა მაგ ძალიან ქალბატონი აი ესე This dream of you. Here I crave. You're the top. Here I crave.
გაიხსენებ. აი ესე, დამოვედი. შენიერია ხო? დალოვეს სანახაობა, მართლა მომეწონა. კი, ნამდვილად. შენიერია ყველაფერი. I feel like dancing. ჩემი პატატუნა გაიღალა? დავიღალე, სამაგიერო. It's making ხო? when you move, the world gets groovy. All I do is dream of you. You are great. You're the top. You are grand. You're my star. Glamour girl. 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 We're აი ესე ჩავწერეთ პირველი რესპონდენტი ვარ ატოფიკის საფთა. ძალიან მაგარი კადრი გამოგვიდა და ხა ცდილობს რომ დაიჭიროს კადრი და ნახეთ რა კარგი კადრი დაიჭირა ისე ანა მარიმ. ნახეთ. აი ესეთი მაგარი კადრი დაიჭირა ანა მარიმ. აი ესეთი მაგარი კადრი. სად არის ანა მარიმ? სუპერ. აი ეს არის ჩვენი რესპონდენტი, რომელიც დღეს ჩავწერეთ. და სხვათა შორის ათათურქზე ძალიან ბევრი რამე გვიამბო და სალონიკში ვიმყოფებით, სადაც არის ათათურქის სახლი, სადაც იცხოვრა, სადაც გაიზარდა. რა თქმა უნდა, ეთერ გორაძე, რომელიც უკანესი ესე შეუმჩნევლად დგას, იმან და დიდი დახმარება გაგვიწერეთ თითოეულ ვითარგმნა ყველაფერი. რესპონდენტი ჩვენი ეს იყო და მოკლედ დაელოდეთ ჩვენს გადაცემას, ჩვენ ვიმყოფებით სალონიკში, კიდევ ერთხელ შეგახსენებ და ამ წუთში ეს არის თურქული უბანი, ასე შეიძლება უწოდოთ, რადგან ათათურქის საცხოვრებელი სახლი იყო აქ. ძალიან ბევრი თურქული დასახლება და სხვათა შორის აღნიშნეს ეს თურქული წარწერებით ბევრი შეიმჩნევა. მოკლედ დაელოდეთ ჩვენს გადაცემას, ჩვენ სალონიკიდან თქვენთვის მუშაობთ. დროებით. ბაი.